მოსკოვი ჯოჯოხეთად იქცა უკრაინული დრონების სასტიკი შეჭრის ფონზე. და ის, რაც რუსეთს ამ სამშაბათს 2026 წლის 19 მაისს ეწვია, მხოლოდ კიდევ ერთი სამხედრო ოპერაცია არ არის, რომელიც ფრონტიდან შორს მიმდინარეობს. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომელიც დედაქალაქის ციდან შემოვიდა, იმ ქალაქის, რომელსაც პუტინი ყოველთვის ცდილობდა, როგორც ხელშეუხებელს წარმოეჩინა. რამდენიმე დღის განმავლობაში რუსეთის თავდასხმების შემდეგ უკრაინის ქალაქებზე კიევმა უპასუხა მძიმე ტალღით, შორ მანძილზე მოქმედი დრონებისა, რამაც აიძულა აეროპორტები შეჩერებულიყვნენ, საჰაერო თავდაცვას გაესროლა, ხოლო მცხოვრებლებს გამთენიისას აფეთქებები ჩაეწერათ. და კრემლმა აღიარა, რომ ომის დაწყების შემდეგ ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ საჰაერო ზეწოლას შეეჯახა. რუსეთმა თავად განაცხადა, რომ 24 საათში რუსეთში 1000-ზე მეტი დრონი ჩამოაგდეს, მათგან ათეულობით მოსკოვისკენ მიემართებოდა. და აი აქ არის შოკი. ომი, რომელიც პუტინმა უკრაინას მოახვია თავს, ახლა უკვე რუსეთის ელიტის ფანჯრებთან ჩანს. ეს აშინებს დედაქალაქს და რეჟიმის დაცვის სისუსტეებს აჩვენებს. და აჩვენებს, რომ უკრაინული დრონები იქცა მარტივ, იაფ და მტკივნეულ იარაღად, რომელსაც ომის ფასი მოსკოვის პოლიტიკურ გულამდე მიაქვს. ამ ყველაფერს მალე მოგიყვები, მაგრამ ეხლა გინდა რომ არხზე გამოიწერო, რათა ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ჟურნალისტური ხარისხით, სანდოობის უმაღლესი სტანდარტით. მილსონ ალვესი. თავდასხმა მოხდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე მძიმე დაბომბვების ახალი სერია განახორციელა. კიევი რაკეტებითა და დრონებით დაიბომბა, საცხოვრებელი შენობები განადგურდა, ხოლო ვოლოდიმირ ზელენსკიმ პასუხისგაცემას დაფირდა. რეაქცია ჰაერიდან განხორციელდა, როდესაც გრძელდისტანციური დრონები რუსულ ობიექტებზე გაუშვეს. ოპერაცია მცირე სიმბოლური აქტი არ ყოფილა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხოლოდ 24 საათში ქვეყანაში 1000-ზე მეტი უკრაინული დრონი ჩამოაგდეს. მხოლოდ მოსკოვის მიმართულებით მერმა სერგეი სობიანინმა განაცხადა, რომ 17 მაისის შუაღამიდან 91 დრონი ჩამოაგდეს. ამ ეპიზოდის ძალა სწორედ ამაშია, მოსკოვი ხელშეუხებლად აღარ მიიჩნიეს. რუსეთის დედაქალაქმა, რომელიც საჰაერო თავდაცვის სისტემებით არის გარშემორტყმული, იხილა თუ როგორ შეჩერდა აეროპორტის ოპერაციები. მოსახლეობა აფეთქებებს აღნიშნავდა, შენობები დაზიანდა და ხელისუფლება ცდილობდა პოლიტიკური ზემოქმედების შეჩერებას. შერემეტიეოს აეროპორტმა, რომელიც რუსეთის დედაქალაქის უდიდესია, განაცხადა, რომ დრონის ნამსხვრევები მის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თუმცა მნიშვნელოვანი ზიანი არ მიუღია. მოსკოვში მცხოვრებთათვის ეს ყველაფერი ცulis, რადგან შიში აღარ არის მხოლოდ ის, რასაც სახელმწიფო ტელევიზიით უყურებდნენ, არამედ უკვე თვითმფრინავით მგზავრობისას გამოჩნდა. მიკრორაიონში, ფანჯარასთან და ღამის ხმაურში. უკრაინამ დრონები გამოიყენა, რადგან ეს გახდა თანამედროვე ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. არ არის საჭირო პილოტების საფრთხეში ჩაყენება, არ არის საჭირო საზღვრის გადაკვეთა დიდი სამხედრო კოლონებით და არ არის საჭირო მხოლოდ ძვირადღირებულ რაკეტებზე დამოკიდებულება. დრონები საშუალებას იძლევა დაარტყას ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს, საწყობებს, სამხამხედრო წარმოებასთან დაკავშირებულ ფაბრიკებს, სარდლობის ცენტრებს და ინფრასტრუქტურას, რომელიც რუსულ საომარ მანქანას ამარაგებს. კიევი ბოლო კვირებში ამ ტიპის თავდასხმებს აძლიერებს სწორედ იმისთვის, რომ მოსკოვის უნარი დააფინანსოს და შეინარჩუნოს ომი, შეამციროს. როიტერსმა დააფიქსირა, რომ უკრაინა აძლიერებს ღრმა ოპერაციებს რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, საწყობებსა და თოფსადენებზე. პოლიტიკური სამიზნე იყო პუტინი, სამხედრო სამიზნე კი ის სტრუქტურა, რომელიც ომს ამუშავებს. უკრაინამ განაცხადა, რომ დაარტყა ნავთობის ობიექტები და ქარხანა, რომელიც მოსკოვის შემოგარენში ზუსტი იარაღის წარმოებაში მონაწილეობს. ასევე განაცხადეს, რომ დაარტყეს სარდლობის პუნქტს, რომელიც დრონების ფრენებთან არის დაკავშირებული რუსების მიერ ოკუპირებულ. ზელენსკიმ განაცხადა, რომ პასუხი გამართლებულია ომის გაგრძელებისა და უკრაინულ ქალაქებზე თავდასხმების ფონზე. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ შეძლო საზღვრიდან 500 კილომეტრზე მეტად დაშორებულ სამიზნეებს მისცვდა, მიუხედავად მოსკოვის გარშემო ძლიერი რუსული საჰაერო თავდაცვისა. მოსკოვმა იგრძნო დარქმა, რადგან დედაქალაქი ყოველთვის წარმოედგინათ როგორც კონტროლის ვიტრინა. პუტინმა ძალის, წესრიგისა და დაუმარცხებლობის ნარატივი შექმნა. მაგრამ უკრაინული დრონები, რომლებიც რუსეთის ყველაზე დაცულ რეგიონამდე აღწევენ, ამ ნარატივს ანგრევენ. ეს სურათი არ ნიშნავს, რომ კიევმა მოსკოვი აიღო, ან ომი დასრულდა, არამედ ნიშნავს პოლიტიკურად საშიშ რამეს კრემლისთვის. რუსეთის მოსახლეობამ დაიწყო იმის დანახვა, რომ ომი შინაც ფასს ითხოვს. შედეგები გამოჩნდა როგორც დაღუპულებში, ასევე დაჭრილებსა და მატერიალურ ზარალში.
რუსეთის ადგილობრივმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინული თავდასხმების შედეგად სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 3 მოსკოვის რეგიონში. სობიანინმა განაცხადა, რომ მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შესასვლელთან არიან დაჭრილები და დაზიანებულია საცხოვრებელი სახლები. რეგიონის გუბერნატორმა ანდრეი ვორობიოვმა განაცხადა, რომ ქალი დაიღუპა ხიმკიში, დედაქალაქის ჩრდილოეთით, ხოლო სხვა გარდაცვალებები მოხდა პოგორელკიში, მიტიშჩის რაიონში. რუსული ხელისუფლების ინფორმაციით, დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები და ინფრასტრუქტურის ობიექტებიც. ამჯერად განსხვავება ისაა, რომ თავდასხმა მთავრობის მშრალ განცხადებაში არ დამალულა. კადრებმა, მაცხოვრებელთა მონათხრობებმა და თავად ხელისუფლების რეაქციამ აჩვენა, რომ ოპერაციამ დედაქალაქის ყოველდღიურობა შეცვალა. Associated Press-მა აღნიშნა, რომ კრემლისთვის სულ უფრო რთული ხდება ომის გაყიდვა, როგორც რაღაცის, რაც რუსი სამოქალაქო პირების ყოველდღიურობას არ ეხება. იმავე რეპორტაჟში აღინიშნა, რომ შაბათ-კვირას მოსკოვის რეგიონში განხორციელებულმა საჰაერო შეტევამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, კიდევ 12 დაჭრა დააზიანა შენობები და სახლები, ასევე დააზიანა ნავთობის ობიექტები და აქ ყველაზე მგრძნობიარე საკითხი ჩნდება. ვლადიმირ პუტინისთვის უკრაინა უბრალოდ შურისძიებას არ ცდილობს, ის დრონებს იხენებს, რათა რუსული საომარი ეკონომიკა დასუსტოს. ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობის გადამუშავების შესაძლებლობა 10%-ით შემცირდა და ნავთობის ჭაბურღილები დაიხურა. ამ სამშაბათს სააგენტო როიტერსმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ დრონებმა იაროსლავლის რეგიონში ინდუსტრიულ ობიექტს დაარტყეს, სადაც ნავთობის გადამამუშავებელი ინფრასტრუქტურაა განთავსებული. მაშინ, როცა თავდასხმები გაგრძელდა კურსკში, როსტოვში და სხვა რუსულ რეგიონებში, რუსეთმა კვლავ სცადა თავისი ჩვეულებრივი ნარატივით პასუხისგაცემა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევი დაადანაშაულა მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში, მაშინ როცა ორივე მხარე უარყოფს, რომ განზრახეს ხმის თავს მშვიდობიან მოსახლეობას. მაგრამ პრობლემა კრემლისთვის ისაა, რომ თავად რუსეთის აღრიცხვა ადასტურებს თავდასხმის მასშტაბებს. როდესაც მოსკოვი აცხადებს, რომ 24 საათში 1000-ზე მეტი დრონი ჩამოაგდო, ის ცდილობს თავდაცვითი ეფექტიანობა წარმოაჩინოს. მაგრამ ამავდროულად ის აღიარებს, რომ უზარმაზარ კოორდინირებულ საჰაერო ზეწოლას შეეჯახა, რომელიც რამდენიმე რეგიონზე იყო გადანაწილებული. თავდასხმამ ტექნოლოგიური ცვლილებაც აჩვენა. Associated Press-მა აღნიშნა, რომ უკრაინის შესაძლებლობა მოსკოვის საჰაერო თავდაცვა გადალახოს ასახავს დრონების არსენალის ზრდას და უკრაინული ტაქტიკის გაუმჯობესებას. რუსეთის დედაქალაქი ყველაზე რთული სამიზნეა, სწორედ იმიტომ, რომ იქ საჰაერო თავდაცვაა კონცენტრირებული. მაგრამ ამ ბარიერმა ვერ შეაჩერა დრონების მისვლა რეგიონში და ზიანის, დაგვიანებებისა და შიშის გამოწვევა. ახლა კი ხდება ზეწოლის ესკალაცია. რუსეთი, როგორც წესი, აძლიერებს თავდასხმებს უკრაინის ქალაქებზე, როგორც ეს უკვე გააკეთა მოსკოვზე შეტევის შემდეგ, როცა ოდესასა და დნიპროს რაკეტებითა და დრონებით დაარტყა. უკრაინა, როგორც წესი, აგრძელებს იმ სტრუქტურებზე თავდასხმას, რომლებიც რუსულ ომს ამაგრებს, ძირითადად ენერგეტიკაზე, სამხედრო ინდუსტრიასა და სარდლობის პუნქტებზე. კრემლი შეიძლება შეეცადოს ვიდეოების ცენზურას, მობილური ინტერნეტის შეზღუდვას და ნარატივის კონტროლს. მაგრამ ყოველი დრონი, რომელიც მოსკოვის ცააზე ჩნდება, აბზარავს აბსოლუტური უსაფრთხოების დისკურსს. მოსკოვი არ დაცემულა, მაგრამ გზავნილი მივიდა. რუსეთის დედაქალაქი ომის მოქმედების არეალში მოექცა. ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა დაიწყო და ცდილობდა ისე ემართა, თითქოს ეს სხვების პრობლემა იყო. უკრაინულმა დრონებმა აჩვენეს, რომ მანძილი ვეღარ იცავს რუსულ ელიტას ისე როგორც ადრე, რომ აეროპორტები შეიძლება გაჩერდეს, ნავთობ გადამამუშავებელი ქარხნები შეიძლება განგაშზე გადავიდეს და ხელისუფლებასთან ახლოს მდებარე უბნებში შეიძლება სირენების ხმა გაიგონ. უკრაინამ იპოვა იაფი, პოლიტიკური და მტკივნეული გზა პასუხის გასაცემად, დაარტყა ომის მომარაგებელ მექანიზმს და აიძულა მოსკოვი კონფლიქტი საკუთარ ჭერქვეშ ეგრძნო. მე ვარ მილსონ ალვესი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო სანდო ინფორმაცია. ახალი ამბების ბმულები ვიდეოს აღწერაშია მოცემული. დასვი ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო ჩაერთო ჩვენ საზოგადოებაში. მილსონ ალვესი, შეხვედრამდე.